ნახეთ რა ყოჩაღე ვარ? 2 დღეც კი არ გასულა და უკვე ახალ ვიდეოს ვამზადებ. ნამდვილი ბლოგერივით ვიქცევი. ეხა მანქანაში ვარ. უნდა გავუარო მათეს. მე უნდა წავიდეთ ლილოში. იქ მოვლენ დიდი იუთუბერები, როგორებიც არიან გიორგი სარიშვილი, ჩიკორა და ისეთი დიდი ბიზნესმენები, როგორებიც არიან დათო ჭეიშვილი და ნიკოლოზა. მოკლედ დღეს უნდა ვიგაზაოთ ლილოში, არაფერი არ ხდება, უბრალოდ შეჯიბრი წინა კვირაა და ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა ცოტას თუ გავახურებდით ძვლებს, მანქანებს და ვიგაზავებდით. თან რაღაცა ისე გამოვიდა, რომ ბევრს გვცალია და კაროჩე მაგრა გაასწორებს რა. ბევრი დრიფტები იქნება, ონბორდები, მე მინდა რომ ჩემი სკოლის მეორე E46 ჩიკოს ძველი მანქანა გავტესტო. იგი ასრა ეხა ჩიკო მოვა და მიდი რა დამსვირა შეჩემ მეორე შავმარტ მე მინდა ცოტა მინდა შეჩემა რაღაცებს მეტყვის. იასნა უნდა დავსვოთ ჩიკოც და კაროჩე ხოძე თუ იქნება 46 ძალიან გამიხარდება და ბევრი საწოლებელი თუ არ იქნება. რაღაცა წვრილმანებით არწმუნებული ვარ რომ გამოჩნდება იქ რაღაცა საბურავი ეყენება დიდი იქ მოედება იქ ფლიანეცი შმლიანეცი რაღაცა წვრილმანებს მოაგვარებ. თავარი რომ რამე ისეთი გლობალური არ უნდა იყოს. კაროჩე ჩაუჯექით, ვისაც დრიფტი და ონბორდები გინდათ, ყავად თქვენიცით. ჩამოვედით ლილო არენაზე, ესეთ ცნობილი იუთუბერთან ერთად ვარ და ერთი ცნობილი იუთუბერი კიდე უნდა ჩამოვიდეს, ხო? კი. კი, ჩვენზე ცოტა მეტად ცნობილი. ჩვენზე ოდნავ მეტად ცნობილი. რას უთქვია? რატო ვართ აქ? რას ვაკეთებ? სავარჯიშოდ ვართ მოსულები, იმიტომ რომ დღეს თავისუფალი დღე გვაქვს და დრიფტში ყველაზე მეტად ესე თავისუფალ დღეებში ვერდობით, იმიტომ რომ არ გვაქვს ანუ შეჯიბრის დაძაბულობა და შეგვიძლია ძალიან მაგრად ვისრიალოთ, გავერდოთ ყველაფერი, ვაკეთოთ რაც გვინდა. აი ჭეიშვილი დადის, ახლა ჭეიშვილს თავის პროკლასის მანქანაზე ტრინოლით გავყვეთ და როგორც კირვალა იყო და სულში ჩავახტეთ და შევჭამოთ. კირვალს კი არ ჭერ ამ ყველაფრის, მაგრამ წინა ვიდეო ხო გახსოვთ უკვე კირვალაც აღიარებს რომ ტრინოლი ადამიანიაო და მოდი ადამიანით ურთიერთობა დავამყაროთ ჭეიშვილის მანქანასთან. კაი, წავედი მე ხა ჩემ ადამიანს დავქოქავ და გავტესტავ სკოლის 46 ტრინოს და ნახოთ გაივლის თუ ვერ გაივლის. დავჯექე ხა, დავქოქე და პირველი რაც შეიძლება რომ ყველაზე ცუდი გააკეთო მანქანაში არის აი ესეთი პლასმასები, არ ვიცი ჩიკოს რა ხასიათზე გაიღვიძა, რატო შეიძლება რომ ახალგაზრდა ბიჭმა ნორმალურად მომუშავე კარებები და ფანჯრები, რომელიც კნოპკით იწევა მოხსნას და დააყენოს პლასმასები. არ ვიცი. არა ამას აუცილებლად მოვაგვარებთ. ვაიმე როგორც ხედავ მანქანაში. აი. გავიარე პირველი გავლა და რა თქმა უნდა რაღაცას უნდა დაენწრეს. პირველ რიგში ონბორდი მინდოდა დამეყენებინა, მაგრამ ვერ დავაყენე, იმიტომ რომ რატომღაც კასკაზე სამაგრის ყური იყო მოტეხილი. ანუ მეთქი ერთს გავილი, მე ვიჩალიჩებ თქო და ერთის ვერ გავიარე. ეგრევე ადგა რემენი და გადაწვა. წყალი გაზდის. მაგრამ, ნუ ყოველ შემთხვევაში რა მეორეში გუგსავებს, რა თავარია. რემენს რაღაცას მოუფიქრებთ, ალბათ შკივი ან ცოტა უხერხულად დგას ან მოშობულია რაღაცა ეგეთი. აი ეს მანქანაა. ეხლა ცოტა ისე გამოიყურება. თითქოს ჩიკოს მანქანა იყო, მაგრამ ჩიკოს მანქანა იყო. აგე სტოპები დავაყენეთ. იასნა ჩემი. დავაყენეთ სტოპები, ბამპერს მივაყრით. ცოტას გავრეცხავთ და ეგ არის რა, რემენსაც გადავაცნობთ. მოკლედ, წავედი ხა ვიჩალიჩო რემენი და ნახოთ ვეცდები ონბორდების გადავიღო. აი ნახე სასტავი დგანარიან და დგანარიან. ნახე ზოგი ბიზნესმენები, ზოგი სელებრიტები, ზოგი საბა. ის ჩემპიონობისთვის. რითი გამოდიხარ ბოლო-ბოლო გითხარი. აი ხა ვაკეთებ ნაწილებს, როგორც ყველა დრიფტკარ წრება ყველაფერი და გამოვიყვა ნახავენ. ძალიან ლამაზ და აგრესიული მანქანა. ახი რა დღეში ვარ ჩემი, კაი, სელებრიტებისთვის მანქანებს ვამბობ. რასაკეთებ? არ და ლაბაოი გავიატინონ უნდა გავ. აი გადაიგეთი როგორ უწმინდა სარიშვილ ლაბაოის რო უწმინდა გადამიღე რა. კირვალას იატინონ უნდა გაიწეს. უხეშა. მუსტანგი თუ E46. ჯამჭრელი კითხვა. კირვალ. ხო, ორნახევარზე იყო და ერთი დარბაზე დაუშვი, ესეთი იუმორისტული რაღაც გითხრა გიორგი. 265-ია ჩემი. და ორზე დაუშვი, მაგრამ ბევრი გონია. მომერა ჩემი კასკა. ой, ხა ისინი მუსტანგის და კომპრესორებს არიან მიჩვეულები. აი აჯიგა რო? ეგ. ვაიმე. ლარი გააძრე. აი, აქ როგორ ზურება? 1 hour later. მე ზარ ვიცი პროსტა უნდა გავიარე. პროსტა გაიარეს მამა.
ერთიდან 10-მდე როგორ შეაფასებდი? რამდენად გულის ამრევი ხმა? მანქანას თუ? მანქანას. თუ რა? უნდა ბევრი ხმა არის, ხო? ალბათ 7. ან 6. შენ მანქანას რატო გაზურე რემენი? ეთყობა აქ რომ ძალიან დიდ კუთხეს ჩააყენე, შეეშინდა, იქ ჩემ დროს არ იცოდა. შეეშინდა ყოველთვის. რა ვაბა? საკაიფო დადის. ანუ აქაურობა სადი არის. ასმესად. ვიდეო საბურავი არის. თან ახლა გაითვალისწინე 65-ზე გახარ. 35-ზე 35-ზე ვაფშე ბუგავს. დიდად აპიატენური ესე დებილია, დიდად არაფერი არ იცვლება. აი როგორც ამაზე ბუქსავს და გონია რომ ისი არის. ეგ არის ისეა იმაზეს რა იტყვი. ო, არა, მარტივად დადის მართლა. აი იმენა გა. ხო, ნიკამ დაანასტრო იქ. ბევრი წელი დაჭერდა. წავედი ხან ღვედის საყიდვად. ძალიან ცხელა და უკვე ძალიან გაღიზიანებული ვარ, უკვე აღარც დრიფტი მინდა, აღარც გადაღება მინდა და არაფერი. მოვიდეს მალე ცოტა სიგრილეები რა, ძალიან ძნელია. აი მანქანებთან ჩიკოს ფანჯრები გეგონება 1-30 გრადუსით კიდე აცხელებს ამ ამბავს რა. ძალიან ცუდი არავინ არასდროს არ მოხდა თქვენ მანქანას ელექტროშუშები აქვს. აი სანამ დრიფტ მას დაჟე იქაც უნდა გეყენოს ჩემი აზრით შუშები რა. ყველაზე ბოლო რაც შეიძლება მოხსნა არის ელექტროშუშები რა. იმიტომ რომ ყველაზე კომფორტული რამეა მანქანაზე. მოვიტანთ ახლა ღვედს გადავაცმევთ და იმედია რომ ვიგაზავებთ გიჟებივით. მოკლედ ლიგოდან გამოვედი და კახეთისკენ რომ მოდიხარ, მალევე არის მაღაზია მანქანის ნაწილების. ყველაფერი იყიდება, ძალიან კაი მაღაზიაა. უნდა დაატრიალდე და წამოხვიდე თბილისისკენ. აი ეს არის ეს გზა, რომელიც მოუყვება ავტობანს, რომელიც შემოდის კახეთიდან თბილისში. აი აქამდე მოდის გზა. აი აქ რა ჯანდაბა ხდება ვერ გავიგე. აი რა არის გათვლა რომ აი აქ მოხვედი და მე რა. და მე არის აი ესეთი გადასასვლელი. ოღონდ ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირი ხდება. და ჩემი გრძელი სექსუსით გადასვლა საკმაოდ რთულია. ხა იმედია სადღაც არ ჩავყალისთავდები და არ გავაცლი ყველაფერს. ხო და რა ჯანდაბა იყო რო აკეთებდით გზას, შუა გზაში დაგირეკეს და სახში გახდით წასასვლელები, ეს დედატკბილი თუ რა მოხდა? აი ეს რა არის? აი ეს რა არის? აუ მაგარი გადავა ეს იმენა სერიოზული უკეთესი ონბორდია გადასაღები. აქ ისეთი მაგარი გადასასვლელია რა. ოღონდ სხვა გზა მოსატრიალებელი არ ვიცი, მე ვერ ვიპოვე თუ რამე იცით? რავი, დამიწერეთ ან რაღაცა ლოკაცია ჩააგდეთ, როგორ უნდა დატრიალდე, აზია რა ვარ. აი აქ უნდა გადახვიდე და თან ყველაზე გადაობა რა არის, იცი? ეს არის ეს იქიდან შემომავალი გზა არის, რომ წავიდეს სადღაც სხვაგან იდოქში. აი აქ უნდა გადაძვრე ხა რამენაირად ვინმე. აი თუ არ დაგბრიდავს იდოქში. აი ეს უნდა გადახვიდე აქ შუსტრად და აი აქ ჩახვიდე. აი აქ ნახე რა ხდება. აი აქედან მე არ ვიცი ხა თქვენ რამდენად აღიქვავთ ამას, მაგრამ ესეთი მანქანა და გავლა ძალიან ძნელი. ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული რომ იგავა სადაც მინდა. One eternity later.
მაგარი რამე აღმოვაჩინე ხა მანქანაზე თურმე ABS-ი აქვს. მოცურებას აქვს და ABS-იც. ესე იგი, როგორც ნახეთ, გავტესტეთ მანქანა, ხოშიანად დადის, უქსაობს გიჟივით, ეს მაგარი გადაობა. მითხრა პატრონო ვისგანაც წამოვიყვანე, რომ ამაზე მოცურება მუშაობს. რა თქმა უნდა, დამავიწყდა შევედი გახურებაზე, მეთქი რა ჯანდაბაჯის. მოცურება უნდა გამორსა და თან ABS-ის მუშაობს, თან იმენა საკაიფოდ მუშაობს. ავი ABS-იანი ვთქვათ, ნახდათ არ მივლია, რაღაცა ცოტა უცნაურად დადის. ალბათ მე გავაუქმებთ ABS-ს, მაგრამ ჯერჯერობით რა ხოშიანია. საკაიფოდ გუქსაობს, წინ ცოტა პატარა ბორბლები დავაყენე და ჩემი საყვარელი დისკები აღარ ძედება, აღარ რული ჭედავს არაფერი, დადის გიჟივით.
მართლა დადის რაღაცა მონსტრი 3-დან 0-ით. ხან 15 ვიყენია, ხან 16. 195, 70 და ასე შემდეგ. დადის გიჟივით ყველას ან კარებში და რამე სამოსროლო. Короче, ჯავექს არის მგელი. ხო და რომ დაუბრუნდეთ ჩვენ მანქანას, ძალიან კმაყოფილი ვარ. ვედი რომ გადავაცვი დაშვებული იყო ჰიდრავლიკის ნასოს თუ რაღაც ეგეთი, კოტიკომ კარგად დაუჭირა და ყველაფერი კარგად არის. ცეპლენი რევისორი მანქანას ვაფშე არაფერი პრობლემა არ აქვს. დაქრის გიჟივით. თან რაც ყველაზე მთავარია, მეტი რა კარგად დადის რამე რუმე და მე წირო შევხედე ტრიცეთ ჩესტის მოხოვა აყენია. განას ოროქ ჩესტის, ტრიცეთ ჩესტის. საღოლში გორას ერთი რაღაცა მაინც გავუკეთებია სწორედ ამ მანქანაზე. მოკლედ წავედი ხომ მე? აბა თქვენ იცით? ცოტა ხანში კიდე დაგიბრუნდებით. ეხა შვიჩი როგორც იცით, კინგია. ალბათ ორ შაბათს ან სამ შაბათს გავაკეთებ ბილეთების გათამაშებას. წინა ვიდეოს კომენტარებში უნდა დაწეროთ კინგო დრიფტი და ინსტაგრამზე ორ შაბათს ან სამ შაბათს გავაკეთებ გათამაშებას. კინგის 4 ბილეთს გავათამაშებ. მოკლედ ორივე მანქანა ხოძეა, მე კმაყოფილი ვარ. თქვენ შეგიძლია მომწეროთ და დავცხოთ დრიფტის ვარჯიშები. აბა თქვენ იცით, მალე დაგიბრუნდებით კინგის სიახლეებით. აბა ჰეი. ახლა უცბად გადაწყდა გიორგა კოდუას ინიციატივა იყო, რომ კარტინგებით გვეგაზავა სასტავს. აი ესეთი ამბავია, ჩაო, გაჯგემული ზიისი. ჩემი კაი. ჩაო. მოდი. ჩაო, ონბორდები იქნება წესით, იმედია რაღაცა არ გაგძრება. ეგრე არა. ყველაზე სუსტი მე დამიტოვე, ხო ეხლა? ო. აბა მე დრიფტის გასად. მოკლედ, კარტინგების გაზაობის მერე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება რომ მოხდეს, არის ფიქრობთ რომ რამე გადავეჩვიოთ და ჩოხობილად გრძელდება. აბა თქვენ დრო გადის, მაგრამ ადამიანები არის ცულებიან. ასე უდიც ჩვენ დარჩება.